სულ რაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო მობრძანდით შემდეგი. გამარჯობა. გამარჯობა, რითა გეხმაროთ? ჩემს სახელზე უნდა იყოს დნმ-ის პასუხი. პირადობა მომაწოდო. ინებეთ. ხო არავის არ აქვს ჩემს გარდაცვლილმა. ვერა, კონფიდენციალური ანალიზის პასუხები ნებისმიერი გარეშე პირისთვის. და სანდოობა? გამორიცხული არასწორი პასუხი. კარგით. კიდევ გდებავთ რამე? არა. ნახოთ. ანა როგორ ხარ? რა ვიცი. რა ვიცი. რა ვიცი, კარგად. მეც კარგად. გინდოდა რამე? რა ვიცი, შენგან ველოდებოდი ზარს ბინაზე რამე ხო არ გაარკვია თქო. ой, არა. ყოველდღე შეძლებ. იმ კვირაში ალბათ არ ვიცი რა, რამე სხვა დროს. სხვა დროს რა თმინდა? ეხლა ჩამოდიან და გოგა ძალიან დიდი ბოდიში რა ეხლა ვერანაირად ვერ დაგეხმარები. ხო გოგა. მარი როგორ ხარ? არა მისო შენ? ცუდად ვიქნები თუ არ მომეხმარები ჩემ და ანა ბინის მოძებნაში. აუ. უკვე არ მომწონს. დედა ჩემს ქონდა მიკროინფარქტი და საერთოდ ამომივარდა თავიდან. ეთერი დაიდას კაცო. ხო. ბოდიში რა. არა, დაიკიდე. მივხედავ ჩემით. მომიკითხე ეთერი დაიდა. აუცილებლად.
ბოდიში გოგო რა. თუ რამე დაგჭირდა ხო იცი? კი. კაი, კარგად. დედა შეხარ? რა მოხდა? შენ მითხარი რა მოხდა? რა იყო დედიკო ბავშვი ხომ კარგადაა? დედას შენ თავს ნუ ღარ ეძახი. ანა რა მოხდა? მე ჩემ ჯულს ისე არასოდეს არ მოვექცეოდი როგორც შენ მე მომეკეცე. თუ რა გავაკეთე? კიდე კითხულობ? ჰა? რამდენი ხანი აპირებდი ჩემ მოტყუებას? რა მოტყუება, რას ბოდავ? დედა გაჩუმდი ვიცი ყველაფერი, ვიცი რომ გააყალბე დნმ-ის პასუხები. რა დნმ-ის პასუხები მე რა შუაში ვარ? კიდე მოტყუებს. აჰა, რა არის ეს? სიმართლეა ეს. ესე რანაირად მომეკეცი, ჰა? რაზე ფიქრობდი, საერთოდ როგორ გაბედეთ, კეთი? შენ თვითონაც კარგად ხვდები ეს რატომ გავაკეთე? რას ქვია, რატომ გააკეთე? ამას ხო გამართლება არა აქვს ადამიანებს, ესე არ ეკცევიან, დედა. და შვილებს იმეტებენ ყოლად უსახმური და უვარგისი ადამიანებისთვის. შენ რა იცი, ის როგორია? მithumetes იმის მე რაც შენ გააკეთე, საერთოდ ხმას როგორ იღე? ჩემი შვილიშვილისთვის ბედნიერი და დალაგებული ოჯახი რომ მინდოდა, ეს დანაშაულია. დანაშაულია, შენ შვილს და შვილიშვილს და სიძეს რო ესე ეკცევი, დანაშაულია. რანაირი დედა ხარ შენ ამის მერე? ანა გთხოვ. რას მთხოვ, რას? შენ იცი რომ ასე ჯობია. კიდე თავს რო იმართლებს, ეს ქალი გადავირევი ეხლა. არ მომეკარო, არც მე და არც ჩემ შვილს, შენთვის გასაგებია? მე ორივესთვის კარგი მინდოდა. კარგი არის მერე დნმ-ის პასუხები შეცვლა? იცი რა? თავიდან რომ დამჭირდეს, იგივეს გავაკეთებდი. ვერ ხედავ როგორი ბედნიერი ხარ გიორგისთან. არანაირი აზრი არა აქ რა შენთან ვაპარაკს. კეთი შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ რა არის ბედნიერება. გაფრთხილებ. შემომხედე, არასოდეს. აღარ დამირეკო. აღარ მოხვიდე და ჩემი სახელი აღარ ახსენე. გახტები დედა და გამიგებ. გამარჯობა. რამ შეგატყუხათ? შენ ოქრა გინდა. კერეს პაციენტები უნდა მოვიდნენ და თან შენთან სალაპარაკო არ მოხსნა. რატო ვიზიტის დრო ხომ მოხსნი, რაც რა ჩავიწერე მე? მისმინე, არ მაქვს შენი სისულელეების მოსმენის თავია. ვიყავ. კერეს წადი რა. სანამ შენთან მოვიდოდი ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ შენთან შემიზნე. აქამდე გეფიქრა ჯობდა. მართლა ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ სერიოზული ურთიერთობა მინდა. კერეს გითხარი უკვე. წადი რა. დაცვას დაუძე, ხო? კარგი, მაგრამ იცოდი. შენ კიდე აქ ხარ? შობი. განები თავი მე ვიზამ ცოტა ხარში. იყოს, დედა შენი ისედაც არაფერს მაკეთებინებს და ამას მაინც ვიზა. დაგეხმარები. ეს დღეები რაღაც მოწყენილი ხარ. რა ხდება? საზღვარგარეთ მინდა სწავლის გაგრძელება. ესე ითის გამოცდაზე უნდა გავიდე. მაგრამ რომ მომემზადო ფულია საჭირო. დედა ჩემი და მამა ჩემი კიდე წინააღმდეგები არიან. რატო? მაგათ არ იცნობ. რა დროს სწავლა ახლა მაგის ფული არ არის. ერთი ამბავი ამიტეხეს. ხო, ცუდია. ხო და ერთი თხოვნა მქონდა შენთან. რა თხოვნა?
ხომ ვერ მოახერხებდი ფული რომ გესესხებინა ცოტა ხნით. აბა მე ჩემი ფული სად მაქვს? გიას რომ სთხოვა? არა, იგუარესია. მაშინ არ ვიცი. დედა ჩემიც ბებიის პენსიაზეა, თორე რამეს ვიზამდი. კარგი. ვიზამ რამეს. გამოგივა. მადლობა შენ მაინც თუ გჯერა. ეს ბებია შენისა? ხო, ძალიან ლამაზია. რა იღირება ნეტა? ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ბევრი ალბათ. დიდი თვალი აქვს. დედა ჩემმა ჯერ მარტო ამის გამო მოუნდები სადად ამთილოებს. ხო, სწორი უთქვამს. კარგი მზითვია და კარგი პროდუქტი. კარგი, შენ მაინც უნდა დამიწყებ ამ ზითვებზე საუბარს. რაც საპნიანი ვარ მოსული, რა ხდება თქვენ? მიხედე, მითხარი რა მოხდა. ხო არ გშიათ, რამე ხო არ შეუკვეთა? არა, არ მინდა რა. მოკლედ, ის კაცი ხო გახსოვთ რომ მირეკავდა? ფულს რომ ტყოდა. რაღაც უნდა გითხრა? ეხლა არ მითხრა რომ მიეცი. და ძალიან სწორად მომიქცე. რა გითხრა? მოკლედ, ჩემს კეთილმოსურვე დედას, რომელსაც ჩემი ბედი ძალიან აღაუებს. დნმ-ის პასუხი შეუცვლია და ბავშვი კერესასია. რას ლაპარაკობ? ეგეთი რამე საერთოდ არსებობს? კი. დღეს წავედი ანალიზები გავიკეთე და ბავშვი გიორგისი არ არის. დარწმუნებული ხარ? 100%. ვაიმე. აი წარმოდგენაც არ მინდა ახლა რა თქმა. რას აპირებ? ეს უნდა ვაპირებდე. ორივე სიტყვის სიმართლეს და დამთავრდება რა. ნებისმიერ სიტუაციაში მეც მაგას გირჩევდი, მაგრამ ტყულში ვაცხოვრო გიორგიც, ბავშვიც და კერესა? არა, მაგას არ გეუბნები. არა, უბრალოდ არ იჩქარო. ყველას ყველაფერს ეტყვი, მაგრამ ეხლა ესე გიორგისთან მივარდნა და უი ეს ბავშვი შენი არ ყოფილა და კერეს შენი ყოფილა, ეხლა მგონია რომ არ არის სწორი. მეც მგონია რომ ეკამართალია რა. კი, გეთანხმები 100%-ით იმაში, რომ ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე, მაგრამ ამისთვის უნდა შეერჩიო სწორი დრო, შესაფერისი დრო. ის უნდა შევარჩიო დრო მარიამ. ნუ აი თუნდაც მარტო იმიტომ რომ მარტო არ დარჩა ჩენ და ბავშვი. არა, მირჩევნია მარტო ვიყო, ვიდრე ამ ტყულში ვიცხოვრე. ბევრად. მომისმინე, მეც მაგას გეუბნები. უბრალოდ ნაჩქარები გადაწყვეტილება არ მიიღო. ერთად მშვიდად დავჯდეთ. გვაქვს დრო და მოვიფიქროთ გამოსავალი. Păi, cât are tiro. ბავშვივით მიხარია ხოლმე ახლა ხედავ. რა ხდი? ბიჭო, ეთერის ქონდა მიკროინფარქტი. მე? არა, ეხა ყველაფერი კარგადაა.